დატკბით ამ სილამაზით. გმადლობ შვილო. გაიხარე. ქალბატონო სეჰერ. ნუ ხართ ასეთი მოწყენილი. არ გეუბნებით რომ ყველაფერზე თვალი უნდა დახუჭოთ. არა. თქვენი კარგად მესმის. ვერ გაგამტყუნებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვცდებით. ის მარიამანთან ერთად სკამების საყიდლად წავიდა. გზად კი კაფეში შეიარეს რომ რამე ეჭამათ და მაშინვე ასიესთან მაღაზიაში დაბრუნდნენ. ხომ არ შეიშალეთ, ასეთი რამ როგორი ფიქრეთ? უკვე 10 წელია მარიამანს ვიცნობ. კარგად დაიცავით რომ საბოლოოდ წამაჯდეს თავზე. სახლში რატომ შეუშვით? დაგეტოვებინათ ქუჩაში. არ გამაბრაზო, ქალბატონო სეჰერ. თქვენი ვაჟიშვილი ჩემი ქალიშვილის ქმარია. მალე შვილიშვილი შეგვეძინება. ცოტა ხანში ილიასი და ასიეც დაქორწინდებიან. ამდენი საქმე გვაქვს. თქვენ კი რა სისულელეებზე კარგავთ დროს და ენერგიას. დაქორწინდებიან? ხო. უკვე სახლს ეძებენ. ჩვენ კი არ შეგვატყობინეს. კარგი, თავარია ბედნიერები იყვნენ. გამორიცხულია, ჯერ მე უნდა გავთხოვდე. მოდით, ყავა დავლიოთ და ჩვენთან წავიდეთ. ერთმანეთს დაელაპარაკებით, ურთიერთობას გაარკვევთ და შერიგდებით. ახლა ვიავდგებით და წავალთ. ყვილად არ შემეწინააღმდეგოთ, თორემ ძალით წაგიყვანთ. ასე ნუ მიყურებთ, მივდივართ. იყიდება. ილიას აქაურობა ძალიან ლამაზია. მაგრამ საყვარელო, სახლის გაყიდვას აპირებენ. დავალაპარაკოთ იქ და მოგაქირავონ. კარგი. გამარჯობა. გამარჯობა შულა. სახლის თაობაზე გაწუხებთ. მომზადეთ კარი ღია. ილიას აქაურობას ზღაპარს გავს. არ გამოდის ასე, არ გამოდის. რაც უნდა შევეცადოთ, ფული არ გვაყოფა. თუ ასე ძალიან მოგეწონათ, აუცილებლად უნდა იყიდოთ. არ გამოდის მასწავლებელო, ამდენი ფული არ გვაქვს. რას ვიზამთ? სხვა სახლის პოვნა მოგვიწევს. კრედიტის აღება რატომ არ გინდათ? კარგი, მაგრამ კრედიტს ვინ მოგცემს მასწავლებელო? ბავშვებო, არსებობს იპოთეკური სესხი. ჯერ პირველად შესატანი შეგაქვთ, დანარჩენ თანხას კი ეტაპობრივად იხდით. ერთ-ერთი ბანკის დირექტორს ვიცნობ, მასთან მიგიყვანთ და დაელაპარაკეთ. კარგი, მაგრამ ჩვენ შევძლებთ დალაპარაკებას. ისე კარგი აზრია. ასე თქვი. საღამოს კარგად დავფიქრდები. ყველაფერს დავწონი და ხვალ დაველაპარაკოთ. კარგი? კარგი. დაგირეკავ. ნახვამდის გიუნერ მასწავლებელო. ნახვამდის შვილო. დაფიქრდეს, კარგი აზრია. გიუნერ მასწავლებელო. მე დავგანახათ, რა კარგი სახლია. დაგიხატოთ? როგორც კი შედიხართ, უზარმაზარი ხოლია. უკვე წარმომიდგენია. მაგრამ თუ ასე გინდა დამიხატე. ესკიზის დახატვას მერჩევნია ტაქსიში ჩავსხდეთ და სანახავად წავიდეთ. ძალიან ახლოს არის. ღმერთო, მგონი სულ გაგიჟდი. ამ შუახამისას წასვლა სად გაგონილა? ხვალდილას წავიდეთ. კარგი, მაშინ დაგიხატავთ. ღმერთო, რა მოუსვენარია. ახლა ვეგაჩვენებთ. აი, ასეთი ეზო აქვს. მოდით, შემოდით. ნერმინ. ერთი თებშიც დაამატე. შენი დედამთილიც ჩვენთან ერთად ივახშმებს. შემობრძანდით. მოგესალმებით. გამარჯობა შვილო. პალტო ჩამოგართმევთ. ნერმინ, ეს სუფრა არ უხდება.
Замоდი, ზევით ავიდეთ და სხვა მოვძებნოთ. რა თქმა უნდა. ისთვის მოხვედე. უშენოდ სახლში სიცარიელია. Paranormალური ხარ სახარ. იცი? რა ვქნა თაჰირ? უკვე აღარ შემიძლია. ასე როდემდე ვიყოთ? ნუ დირექტორ, ნუ ნერვიულობ. მეტი აღარ შემიძლია.